მინდია, უკვე თამაშის ხასიათზე ვარ. ოხ, როგორ ანათებს მზე? დღეს რა ვითამაშოთ? დილამშვიდობისა ტყუპებო. დილამშვიდობისა. ადრე გაგიხვიციათ. უკვე დაიწყეთ სკოლისთვის მზადება. რაო? სკოლისთვისო? კი, მაგრამ სკოლაში ხომ ვიარეთ უკვე? ხო დავამთავრეთ კიდეც და კიდევ უნდა ვიაროთ. ხო, აბა, თქვენ გეგონათ რომ სკოლაში მეჯერ აღარ უნდა გევლოთ? მე რომ აღარ მინდა სკოლაში სიარული, მეგონა დამთავრდა. ბაბი, მაცადე, მე ვამბობდი. დილამშვიდობისა. ვერ გაიგეს ვითომ? აქ რაღაცა ამბავია. ბაკა, ბაბი, დილამშვიდობისა. რამე მოხდა? უი, გამარჯობა, ანიტა. გამარჯობა. რა გჭირთ, რა დაგემართათ? ვერაფერი გავიგე. ლოკომოკომ, სკოლა იწყებაო. ანიტა, შენ იცოდი რომ სკოლაში კიდევ უნდა გვევლო? თითებზე ვერც დავითვალეთ, მე და ბაკამ იმდენი დღე ვიარეთ უკვე. ვერც წარმოვიდგენდით, თუ კიდევ მოგვიწევდა სიარული. ო, მართალია, სკოლაში უკვე ბევრი ვიარეთ, მაგრამ გონი მოგვიწევს კიდევ სიარული, რომ მეტი ვისწავლოთ. მე აღარ მინდა სკოლაში სიარული. არც მე. მეზარება დილით ადრე ადგომა და მეცოდინეობა. ეგ მეც მეზარება, მაგრამ მე რაღაცების ცოდნა მენდომება და აბა როგორ მეცოდინება თუ სკოლაში არ ვივლი? და რომ არ ვიაროთ, იქნებ არ გვინდა სწავლა. თქვენი გადასაწყვეტია. ასეთ ხასიათზეც ამიტომ ხართ? იქ ხომ თქვენი კლასელებიც იქნებიან. კი, მაგრამ ბაკა, მგონი ყველა სკოლაშია. ჩვენ კი მოკოლენდის ტბაზე სასეირნოდ მივდივართ. ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დაწყებას და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ. ლოკომოკო, მეც ყველას გილოცავთ. მაგრამ ყველანი არ ვართ. მართალია, ჯერ ტყუპები არ მოსულან. აქამდე უნდა მოსულიყვნენ. პანჯარასთან ნახე. გონი სკოლის დაწყება ეზარებოდათ. მგონი? ძალიან ეზარებოდათ. მეც ვნახე, ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც. ალბათ გადაიფიქრეს წამოსვლა. წავიდეთ, ნახოთ, მოვიყვანოთ. ყველანი აქ არ ვართ. ჩიდო, აჯობებს მართლა მოვინახულოთ. ბაკა, მალე მივალთ. გონი უკვე ახლოს ვართ. ბაკა! ბაბი! ბაკა, ბაბი! მგონი სახლში არ უნდა იყვნენ. იქნებ ძინავთ. ახლა ვისევალ და ნახავ. მოვძებნოთ, სად უნდა წასულიყვნენ? მოდით შევთანხმდეთ, ვინ საწავა და ეგებ უფრო მალეც კი ვიპოვოთ. ასე მოძებნა რთული იქნება. ბაკა, რა წერია, წაიკითხე. მიდი და შენ წაიკითხე. შენ რა, კითხვა დაგავიწყდა? თუ შენ არ დაგავიწყდა, შენ წაიკითხე. დიახაც წავიკითხავ. აი, აქეთ უნდა წავიდეთ.
ერთი იდეა მაქვს. ჩემი ვერ მტმფრენით ავფრინდები. იქნებ ზემოდან მაინც დავინახო და ეგებ ასე მაინც ვიპოვოთ. მართალი ხარ გალილეო, ზემოდან უფრო ადვილად დაინახავ. ბაბი, აქ ტბა არსადა. ნამდვილად სწორად წაიკითხე. გონი ეგრე წერა. გონიო? კითხვა შენც დაგავიწყდა? აბა ვიციო. შენ წაგეკითხა მაშინ. ჯობია უკან გავბრუნდეთ და სახლში მალე მივიდეთ. აქ ყოფნა მეშინია. კარგი ხო? წავიდეთ. ოღონდ ნელა ვიაროთ. ანიტა მართალი ყოფილა. ხვალიდან სკოლაში აუცილებლად ვივლი და კითხვასაც უკეთესად ვისწავლი. შენი ბრალია. რატომა ჩემი ბრალი? უკეთესად შენ გწოდნობა. ტყუპებო, სად იყავით? იმდენი გეძებეთ და ვერ სადგიპავეთ. ხომ კარგად ხართ? ჩვენ სკოლაში სიარული აღარ გვინდოდა და გადავწყვიტეთ სკოლაში წასვლის მაგივრად მოკოლენდის ტბაზე წავსულიყავით. მაგრამ იქ ორი ისარი დაგხვდა. რაღაცეები ეწერა და ვერ წავიკითხეთ. კითხვა დაგვიწყებია. რა აღარ ვიფიქრეთ? ვერ სადგიპოვეთ. კიდევ კარგი რომ კარგად ხართ. ტყუპებო, მეტად ასე აღარ შეგვაშინოთ. არა, გადავწყვიტეთ სკოლაში ვიაროთ და ვისწავლოთ. სწავლა აუცილებელია. და საინტერესო. მაგრამ ჯერ რომ ცოტა შევჭამოთ და მერე დავიწყოთ სწავლა ლოკომოკო. ხო, ცოტა მოგშივდა. იმდენი ვიარეთ. მაწონზე რა სიტყვით? გონიერი და ღონიერი ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება. ჯერ დანაყრდით. იმდენი გეძებეთ, წახემსებაზე უარს არავინ ვიტყვით. Loco,